და დღეს განვითარებული მოვლენები იყო საკრებულოს ბიუროს ხდომის მთავარი თემა. დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს იმ კადრებთან დაკავშირებითაც, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. რაც შეეხება თბილისის განვითარების ფონდიდან თანხების გაფლანგვის საკითხს, ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარე ზაზა გაბუნია აცხადებს, რომ შეკითხვები ფონდთან დაკავშირებით წლებია არსებობს, ეჭვები კი 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ გამყარდა, რადგან გაბუნიას თქმით, ფონდის ხელმძღვანელმა ქვეყანა სწორედ ამ პერიოდში დატოვა. მამუკა ახვლედიანი კი განმარტავს, რომ მას ფონდთან არანაირი შეხება არ ქონია, ამიტომ გაუგებარია, რის საფუძველზე მოხდა მისი დაკავება. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად ბნელით მოცული ფინანსური ინსტიტუტი, თბილისის განვითარების ფონდი, რომელთან დაკავშირებითაც იყო უამრავი შეკითხვა და ეს შეკითხვა სამწუხაროდ შეკითხვები როგორც წესი უპასუხოდ რჩებოდა. საქმე იმაში გახავთ, რომ ეს შეკითხვები და ეჭვები, რომელიც ფონდთან დაკავშირებით არსებობდა წლების მანძილზე, გააძლიერა 1 ოქტომბრის შემდგომ მომხდარმა მოვლენებმა, კერძოდ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საჩქაროდ დაიწყეს ფონდის რეორგანიზაცია. იქაური რიგითი თანამშრომლების ინფორმაციით ფონდიდან იქნა გატანილი თანხა და დოკუმენტაცია. დღემდე მიმალვაშია ფონდის ყოფილი დირექტორი ბატონი საბანაძე. რომელ თანხებზეა საუბარი, რომელ 50 მილიონზე თუ 10 მილიონზე თუ 200 მილიონზე წარმოდგენა არ მაქვს. მე იმიტომაც გამიკვირდა ჩემი დაკავების ფაქტი დღევანდელი, რომ საერთოდ შეხებისეული წერტილი არ მქონია არც თანამდებობრივად, არც პარტიული კუთხით. ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, ვინ რისთვის დააკავეს, არამედ თვითონ ფაქტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ამ ფორმით, ვანდალური ფორმით, რომელიც ჩვენ გვაგონებს წინა საუკუნის 27 წლების ამბებს, ბოლშევიკურ კომუნისტური ფორმით არანაირი არც გამოძიება ხდება, არც ჭეშმარიტების დადგენა და არც მით უმეტეს სამართლიანობის აღდგენა.